ეხლა მე ნათია ვარ ჯამთეი ჯასაღი აღდგენილ მარადიული სული. ვუკწალა ყველას ნეგატივობას, დისტრუქტივობას, ბოროტებას, სკანიროვანიებას, კაპიროვანიებას, უგზავ მით უმეტეს ნიჟნი პოლუსა პიროვნებებს თუ სუშესტვოებს უგზალა ყველას ნამინა ნეგატივობას. Моя воля, разум, сознание, небо ხელშეუხებელია. ეხლა იყო შეკითხვა იყო ასეთი. ყველა შეკითხვებს ერთად გავცემ პასუხს. შეკითხვა იყო ასეთი. ნივთების შეძენაზე. ხო ეს ნივთები მეორადია, ახალია, მაღაზიაშია ნაყიდი თუ სად არის ნაყიდი? მე ვთქვი ნივთებზე რომ ნივთები იწმინდება საერთოდ, ჩასაცმელი, ხელსაცმელი, ფეხსაცმელი იწმინდება საერთოდ მარილით, სოდით, წყლით, სანთლით, გარეცხე, გაასუფთავე და თქვი შენს ბიოვერ ბიოპოლში, სახლში, კარში, სადაც არის ადამიანი, სადაც ცხოვრობს, სამსახურში აკიდე ან მაღაზია აქ რაღაცა, რომ ჩემს ნივთებს, ჩემს პროდუქტს, ჩემს საჭმელს ყველაფერი ცუდი მოშორდეს. მოშორდეს ყველაფერი ცუდი, ღმერთის ანგელების, არხანგელების, ვიშის, სვეტრის სილების სახელითა და ძალებით და არის ასე. ან თუ სანთელი ყოველღამე სახლში ადამიანმა აუცილებლად ყოველდღიურად ყოველღამე შუა დღეს რა ვიცი როცა სახლში ადამიანმა სანთელი უნდა ან თუ სახლში, იმიტომ რომ სანთელი აგონაგნი პირველი ელემენტია იმისა რომ მიკრო მაკრო დისტრუქციული, ნეკროტიკული და ასე შემდეგ ნეგატიური ენერგიები დაშალოს. წყალი მეორე ელემენტია. და ასე შემდეგ და ლოცვა არის მესამე ელემენტი, რითაც ესმის ჩვენს ვიშიეს სვეტრიესირებს ჩვენი ასე ვთქვათ თხოვნა და ასე ვთქვათ ჩვენს თხოვნას ასრულებენ კეთილი ანგელოზები. ბოროტი ანგელოზები არ ბოროტა სურვილებს შეგვისრულებენ, კეთილი ანგელოზები კეთილ სურვილებს შეგვისრულებენ. ხო ეს ვიცით რომ უნდა მოვითხოვოთ რომ აი მაგალითად მე ვიყიდე რაღაცა მეორადი ტანსაცმელი ჩასაცმელი, ეხლა მეც რომ აძლევენ მეორად ტანსაცმელი ჩასაცმელს ან სადღაცა დავუშვათ ვიპოვე მეორადი კაი რაღაცეები ზიზერპეპილოები მეორადი ტანსაცმელი ჩასაცმელი, ხო ამაზე მე ვალაგებ რა ქვია ჩანთაში ვალაგებ ჩემთან სახლთან ახლოს. დავთხოვ ჩემს ვიშიეს სვეტრიესირებს, ანგელებს, არხანგელებს, რომ თუ ამ ჩასაცმელზე დავუშვათ თუ არის რამე დისტრუქციული ენერგიები, დისტრუქციული კონსტრუქციები მოშორდეს ამ ჩასაცმელს. არის მოქმედოს აბნულა, სანამ სახლში შემომაქ ეს მე რა ქვია ჩასაცმელი, ვამბობ რომ ეს ჩასაცმელზე რაც არის ჩემს გულში მღერი ვარ, ჩემს გულში ვლოცულობ რომ ღმერთო ანგელებო, არხანგელებო, თუ ამ ჩასაცმელზე არის რამე დისტრუქციული ენერგიები, ენერგიებს ხო ვცნობთ, ეხლა ადამიანები არის კაი ენერგიების, რადუჟნი ენერგიების ადამიანები, არიან ნეგატიური ენერგიების ადამიანები, ხო? თუ მძიმე ენერგიების ადამიანია, ვცდილობთ რომ ყველა იმ ადამიანს მოუშორდეთ, გძნობთ ხო ცოტა ენერგიებს, ხო? ხო და თუ კაი ენერგიებია, ის კაი ენერგიები გვინდა, ხო? ეხლა მე ეს ვინც ეს ჩასაცმელი მომცა გასაყიდა და რაღაცა იმან ხო სიკეთე გააკეთა, არა ეხლა თავისებურად სიკეთე გააკეთა ადამიანმა, ხო? სიკეთე გააკეთა ვისთან ჩემთან გააკეთა სიკეთე, რომ აი ნათია წაიღე ჩასაცმელები გაყიდე, 2 კაპიკი გააკეთე, ხო მაგალითად. მე ამ ადამიანს ხო მადლობა უნდა უთხრა მაინც, ხო? ეხლა ტელეპათიურად მაინც მადლობა უნდა უთხრა, ლოცვით მადლობა მაინც უნდა უთხრა, ხო ამ ადამიანს, რომ მადლობა ამ ადამიანის ამ ადამიანს რომ ასეთი კაი რაღაცეები მომცა გასაყიდათ, ხო რაღაცა. მეც ეხლა ვცდილობ რომ ეს არ გავაზვიადო ეს რაღაცეები და მეც ცოტა იაფად გავყიდო ხოლმე რაღაცეები. ხო, აი მეც ჩემებურად ვცდილობ რომ ძალიან არ გავფუფუშტავდე, თუ გავფოფოლავდე, არ გავფოფოლავდე. არ გავმეფდე ძალიან, მაგრამ ვცდილობ ხოლმე და
ასე ვთქვათ, მე ვცდილობ, რომ სიკეთე გავაკეთო. ასე რომ, რა ქვია, ეხლა ჩემი ზომის რაღაცეები თუ არის, მე თვითონ ვიტოვებ ჩემი ზომის ჩასაცმეს, მე თვითონ ვიტოვებ კაი თეთრეულს, კაი ფარდებს, რაღაცებს, რაც სახში მჭირდება, მე თვითონ ვიტოვებ ყველაფერს, რაც მე მომწონს. ჩანთა არის, ზედა არის, მოსასხამია, პალტოა, კურტკა, ეხლა მე თვითონ ვიტოვებ. ну არის ეხლა ადამიანების კატეგორია, არა მაქვს ეხლა ყოველ სეზონზე 50 ლარიანები ჩავიცვა, ფეხსაცმელები წარამარა მეხევა, არა მაქვს მესაშუალება ყოველ სეზონზე, ყოველ თვე ახალი ჩუსტიკები ვიყიდო და 30 ლარები ხარჯო რაღაცას მომცემენ, კაია, გაცვითული არ არის, კაი ნახმარია. ვიცმევ, როგორ ვიცმევ. მარილი, ცეცხლით, წყლით ვასუფთავებ ამას ყველაფერს, ხო, მე ჩემს ბიოპოლში, ჩემს ახკარში, ჩემს ანგერებს, არხანგერებს, რომ ანგერებო, არხანგერებო შეესვეტრესერებო, თუ რამე არის ცუდი, დისტრუქციული, ნეგატიური, ნეკროტიკა, რაღაც ჯადო, მადოები, რაღაცეები, ამ ჩასაცმელზე მოაშორეთ, განუდეს, გაბათილდეს. ყველანაირი დისტრუქციები მოშორდეს ამ ჩასაცმელს და წავიდეს გალაქტიკის იადროებში ან გალაქტიკის კანალიზაციებში, ჩაირეცხოს, გაყვეს ეს ნეგატივები, დისტრუქციები წაიღოს წყალმა, ჩემი სახლიდან შორს, ჩემი ბიოპოლიდან, ენერგოინფორმაციული კანალებიდან შორს, და აბნულენია, გავხდეს, გაბათილდეს. Всё, и закрывается нижние порталები почасовой стрелкით. ხო, ეს არის ასტრალური რაღაცა. ლოცვები ბიოპოლში უნდა ილოცოს ადამიანმა, თუნდაც სამსახური აქვს, ბიზნესი აქვს, გახსნენი ადამიანს, უნდა ილოცოს თავის სამსახურში, თავის ბიოპოლში და სთხოვოს ვის შეესვეტრიესირებს, კეთილსურებს, ანგერებს, არხანგერებს, რომ არხანგერებო მომაშორეთ, მაგალითად ავი ხალხი, ავი ენერგიები, ან ავი სულები, ან ავი ძალები, ან რაღაცა და მომეცით ბაჟესტვენი იზობილია. ეხლა გადავედეთ ბაჟესტვენი იზობილიაზე, ფულზე, ანუ ხო, ფულზე, ხო? ეხლა ადამიანები რომ მოდიან ჩემთან და ფული არის, ახსენი მეორჯერ, სამჯერ, ეს არის მეორე შეკითხვა ფულზე და ბარაქაზე. ფული არის მატერიალური ნივთი, სახელმწიფოსგან გამოგონილი მატერიალური ნივთი, როცა მაგალითად ადამიანები მუშაობთ და გვიხდიან რაღაცა საფასურს, ხო? ხელფასი, პენსია, რაღაცა ყიდვა, ვაჭრობა, კაი ხარისხის ნივთი, კაი შამპონი 20 ლარი ღირს, ცოტა იაფიანი შამპონი 5 ლარი ღირს და ასე შემდეგ ხარისხების და მიხედვით, დროის და მიხედვით, თანამდებობის და მიხედვით, პროფესიის და მიხედვით გვინაზღაურებენ ჩვენს დაკარგულ დროს თუ ენერგიას თუ რაც არის, ეს ფულის სახით გვინაზღაურებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ადამიანმა ბარაქა არის ბაჟესტვენი ენერგია. კი, ეხლა მე გარეთ ვდგევარ ქუჩაში ხაოსია, იქ ლოთები გაივლიან, იქ ისენი გაივლიან, არეულები გაივლიან, გამოივლიან, მარშრუტკები ისა თავი ასტკივდება ადამიანს, ეს ბენზინის სუნი, ეს ავტობუსების სალიარკის სუნი, ყველაფერი, მაგრამ მე მაინც იქ ვაჭრუკანებთან ვსპორობ ხოლმე ხანდახან რაღაცაზე, ხან ადგილზე, ხან იმაზე, არის ესეთი შემთხვევები, მაგრამ მე მაინც შევრიგდებით ხოლმე, იმიტომ რომ რა გვაქვს ეხლა საჩხუბარი, არ წაგვირთმევი არაფერი, ერთმანეთის ვალი არა გვაქვს, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პატარა წვრილმა რაღაცებზე ჩხუბობთ ხოლმე. ხო, გარეთაც რომ ვარ და ვზივარ, ხო, ვცდილობ ხოლმე, რომ იქ სადაც ვზივარ მე, ხო, ღმერთო, ანგერებო, არხანგერებო, ვის შეესვეტრიესირებო, დამემფარეთ, მომიტევეთ, შემიწყალეთ, დამიცავით, ავისულებისაგან, ავი ძალებისაგან, მაშორეთ, რა ვიცი, ავითვა გლაზებისაგან, სამაგლაზებისაგან, უბედურება, უფულობა, უბარაქობისაგან, მომეცით ბაჟესტვენი იზობირია. ბაჟესტვენი იზობირია სხვა რაღაცა არის. ბაჟესტვენი იზობირია არის რადოჟნი პათოგები, სასიკეთო პათოგები, საწნოების პათოგები, სიკეთის პათოგები, ბაჟესტვენი იზობირია ყველა ადამიანს აქვს.
ყველა ადამიანს აქვს და ყველა ადამიანმა უნდა ითხოვოს, რომ უფალო მომეცი, ჩემი ბაჟესტვენი, აი დღეს სამსახურში გავდივარ და ეს ამან ჩაიაროს სასიკეთო, ჩემთვის სასარგებლოდ, ჩემი ბაჟესტვენი იზობირიები, ჩემთან რჩება და ხელშეუხებელია. ფულს როდესაც გასცემს ადამიანი, უნდა თქვას, ჩემი ბაჟესტვენი ენერგიები ხელშეუხებელია. ის მატერია გავეცით, წავიდა всё, მარა ჩემი ბაჟესტვენი ენერგიები ხელშეუხებელია, ჩემი ბარაკა ხელშეუხებელია და ჩემთან რჩება, ანუ მატერიალურ ენაზე რო ვთქვათ. ასეც ფულს რომ იღებს ადამიანი, ხო აიღო ფული. მე მაგალითად გადამიხადეს 2 ლარი, 3 ლარი, ან 5 ლარი, ან 10 ლარი მომწეს, ხო რაღაცა იყიდეს, გადამიხადეს ფული, ხო? მე ვიძახი რომ ფულის სახით ზლონი კაკნე ზახოდით, დისტრუქციები, ნეგატივები ატკრუჩაიცა, პატკრადები, პერიკლატკები ატკრუჩაიცა, ნეგატიური ენერგიები ატკრუჩაიცა, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანია გამოყვებიან ხოლმე ზედა იმ ლარსა და 2 ლარსა და 3 ლარსა და თვალი ვირჩებათ 2 ლარზე და 3 ლარზე გეგონება 1000 ლარია და ეგრევე ვანულებ ხოლმე, ვაბათილებ ხოლმე ჩემსა და იმ ადამიანს შორის ამ ფულის მიმოცემე ჩემს ბიოპოლში, ჩემს ასტრალში. ჩემს ანგელებს, არხანგელებს თხოვ ხოლმე, რომ ფულის სახით ზლონი კაკნეს ზახოდით. სხვისი ბოროტული იზობილიები, ბოროტული პაჟინანიები არ მინდა. და ასე ვთქვათ, სხვისი იზობილიები სხვასთან დარჩეს, ჩემი იზობილიები ჩემთან რჩება. და ჩერეს მატერიალური ნივთების მიცვლად, მოცვლით, გაყიდვით, შეტანით, მიტანით, მოტანით ან ფულის იგივე მატერიალური ნივთების მიცემა, მოცემით ან მატერიალური ურთიერთობები ზლონი კაკნე დესტუით. Только ატკრუჩაეცა, всё. ჩამიარა ხო ვიღაცა ადამიანმა ან მელაპარაკება ვიღაცა ადამიანი და ცუდი ენერგიები აქვს ამ ადამიანს. ხო არ მომწონს ახლა ამ ადამიანისა უაზრო ლაპარაკი და უაზრო რაღაცა და კი ეხლა ძილობის გულისთვის დაველაპარაკები, მაგრამ ჩემსა და იმას შორის ვაყენებ ზალატოი სტენებს, ზალატოი კედლებს, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ზალატოი ღობებს, ზალატოი რაღაცა ქაღალდებს, დადეკაიდერებს, რაღაცა იმას ვაყენებ, რომ ამ ადამიანის რაღაცა ის გზნობ, რომ რაღაცას კბენს და შურიანად მელაპარაკება ან მე გავბრაზდი და მე ვეჩხუბები ან რაღაცა, მაინც იმას ვაყენებ, ზალატოი ზალატოი ღობეს ვაყენებ ჩემსა და იმ ადამიანს შორის, ზერკალას არ ვაყენებ, იმიტომ რომ ზერკალებით სხვადასხვა პარტალები იხსნება და პირიქით ვიძახი ხოლმე, რომ ზერკალური პარტალებით ზაკრივაიცა. მანქანებზეც რომ არის ზერკალები, მანქანების ზერკალური პარტალებით ზაკრივაიცა ატმინე პადალში ვთხოვ ხოლმე, ჩემ ვიში ესვეტრიესრებს, ანგელებს, არხანგელებს, ქეროფიმებს, სერაფიმებს და ადამიანს შორის ვაყენებ ხოლმე აი რაღაცა ზალატოი სეტკებს. რომ ჩემი დისტრუქციული რაღაცეებით დაუშვათ არ დაზარალდეს სხვა ადამიანი ან სხვა ადამიანის დისტრუქციული რაღაცეებით მე არ დავზარალდე და არ მინდა არავისი ვირუსული ლაპარაკი. ზუსტად ლაპარაკებით გადადის პროგრამა, ეს მატრიც მასკარადულ პროგრამებში რო ვცხოვრობთ ადამიანი, ვინ რას ფიქრობს ჩემზე და ვინ როგორ მელაპარაკება და დღეს კარგად დამელაპარაკა და ხვალ აღმერთმა ყველა ხელი მოუმართოს, მე ყველა ვცდილობ კარგად დაველაპარაკო, მაგრამ ეს სჭირს ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ მეც ხანდახან ცუდად ველაპარაკები ადამიანს და მე ვნანობ და მე ვცდილობ ხოლმე რომ ვიძახი რომ ეს ჩემი ცუდი დისტრუქციული პროგრამები განუდეს გაბათილდეს და ვუსურებ ყველას წარმატებას და სვეტლი გზებს ჩემგან შორს ოღონ, ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს, ჩემი საქმიდან შორს, ჩემი იზობირიებიდან შორს და ვუგზალავ ყველას მაგალითად ნამინია ჩემ საქმეში წვირი ზედმეტად ჩაყოფას, ჩემ სკანიროვანიება, კაპიროვანიება, ჩემი საქმის სკანიროვანიება, კაპიროვანიებას, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი უსაქმურების დადია ყველა საქმეში წვირს აყოფენ. ეს გავარკვიეთ, რომ გარეთ თავი უნდა დავიცვათ და გარეთ სადაც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვთხოვოთ ავიში ესვეტრიესირებს, რომ ვიში ესვეტრიესირებო, დაიფარეთ მომიტევით ჩემი წყალით, მომეცით ბაჟესტვენი ენერგიები, ჩემი ბაჟესტვენი იზობირიები ჩემთან რჩება, ჩემი სული საზნანია ვოლე ხელშეუხებელია, დავსე დისტრუქციები ავნუნეცა, ატკრუჩაეცა ატმინია პადალში, ჩემგან
შორს, მაგალითად galaktikski კანალიზაციებში ან ქუჩების კანალიზაციებში. ნაბნულენიან ტრანსფორმაციის პერევიჩნო ენერგიებისათვის გასაუქმებლად. Всё, ეს ენერგიები, მიკრო-მაკრო მატრიცული ენერგიები, უხილავი ენერგიები, რომელიც ჩანს ასტრალურად როგორც შავი ღრუბელი, ან შავი ტუმანი, ან შავი კანალები, შავი რა ქვია, კანატები, გეგონება შავი პაუკები, რაღაცები, ეს ენერგიები საზნაგა მინუს გავლენ გასრიალებიან სფეროებში და სფეროებიდან galaktikski იადროებში. ეხლა ეს ახსენით, ნივთების გაწმენდა ახსენით. ხო, ეხლა ყველას თავისი თავი უხარია, ხო და ყველა იძახის, რომ მაგარი ვარ, მე არავის არ ვეჯიბრები. არავისთან შესაჯიბრად არ ამცალია. მადლობა ღმერთს ვარ ცოცხალი ჯამთელი, მადლობა ღმერთს 2 კაპიკს ავშოულობ ჩემი შრომით. ყველა ძალიან მიყვარს, ჩემზე ლამაზი ტანადი და ჩემ სულზე მაგარი არავინ არ ყველას თავისი სული უყვარს და ყველას თავის თავს იქებს. მაგრამ ეხლა ვამპირობასა და პერეკლადაობასა და პატკლადაობას ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი თავისთვის გამოლოცვა, შელოცვა. და თავის ანგელებს უნდა სთხოვოს, მადლობა ღმერთს უნდა სთხოვოს, მადლობა სადაცაც ცხოვრობს ბიოვერს ბიოპორს უთხრას, მადლობა ჩემო ფარველო ანგელოზებო, მადლობა ადგილობრივო კეთილოსულებო, მადლობა რა ვიცი, ვის შეესვეტრიესილებო დღევანდელი დღისათვის. მადლობათ კეთილო ხალხო დღევანდელი დღისათვის, მადლობა რომ ამ დღემ სასიკეთო ჩაიარა, ჩემთვის ვაბლაგა, სხვა ხალხისთვის ვაბლაგა და ასე შემდეგ რაღაცით უნდა სთხოვოს. ეს მადლობა არის მაღალ ვიბრაციული სულის პირველი, რა ქვია, პირველი ასე ვთქვათ, მაღალ ვიბრაციული პატოკი, რასაც ქვია, სულიერი პატოკი ვიბრაცია, რაც კიდათ ის დავარქვათ, სულიერი საფეხური, პირველი არის მადლობა. მადლობა უნდა უთხრას ადამიანმა, ხალხსაც, სულებსაც, პატარა სულებსაც, დიდ სულებსაც და ვის შეესვეტრიესილებსაც. და პირველ რიგში თავის თავსაც. აი ადამიანი რაღაცას რო ყიდულობს, ხო უხარია ეხლა, მეც რო ყიდულობ რაღაცას, მიხარია ხოლმე. ფული თუ არა მაქვს, ვერ ავყიდულობ. ფული თუ მაქვს, მეც ავყიდულობ კაი რაღაცებს, მეც მიხარია ხოლმე, ხო? და ფულის ბარაქის, ანუ ჩვენი ბაჟესტვინი ზობირიების მადლობაც უნდა უთხრათ, ჩვენ თავსაც, ჩვენ სულსაც მადლობა უნდა უთხრათ და სადაც ვიყიდეთ, მაღაზიაში შევედით, გამოვედით, თუ რაც ამქენით, ხო? ამ ადგილს მადლობა, всё, ჩემს სახლს მადლობა, всё, ჩემს სახლში არის მშვიდობა, გარეთ არის მშვიდობა, მიუხედავად ხაოსისა, არეულობისა, მადლობა, რომ დღემ კარგად ჩაიარა. მადლობა ღმერთს, მადლობა ანგელებს, რაღაცით უნდა ვცეთ პატივი ჩვენ სულს და ჩვენ ვიშე კურატორებს. ხო, რა მინდოდა მე თქვა, არავის არ ვეჯიბრები, არავის თავზე არ ვახვევ არაფერს, მაგრამ ხო, ყველას თავისი სული აქვს, ყველას თავისი სული უხარია, ყველას თავისი რა ქვია, სიცოცხლე უხარია, რა ვიცი, ყველას თავისი პრობლემებია, კარმებია გამოსასწორებელი, თუ თავისი ამბები აქვს. ხო, და ისე არ უნდა აქნას ადამიანმა, რომ ბავშვს გაუღიმეო და თავზე დაგაჯდებაო, ხო? ეხლა ხო, ეს ჩვენი მადლობა ასტრალებში ესმით საერთოდ ვის შეესვეტრიესილებს. და ადამიანი რაც უფრო მადლიერია, რა ქვია, მაგალითად თავისი სამსახურის ან ხალხის ან გარშემომყოფების, ხო? მით უფრო ასე ვთქვათ, კეთილი სულები ეხმარებიან ადამიანს და ცუდი სულები მოშორდებიან. всё. ეშმაკს რა თუნა მადლობა და სიკეთე და სიხარული და სათნოება, ეშმაკს უნდა ბლატაობა, ხაოსი, რაღაცეები, რაც ხანდახან მეც ამჭირს ხოლმე და მერე ცუდად ხვდები, წნევა მემართება და მერე ასე ვთქვათ
განვედი ეშმაკოს ვიძახი და მე ასე ვთქვათ ვინანიებ ამ ჩემ ცოდვებს და ვცდილობ გადავატრანსფორმირავო ხოლმე ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ და ჩემი ბიოვერი ბიოპოლისათვის, ჩემი სულისათვის სასიკეთოდ ეს დისტრუქციული პროგრამები, ანუ კაი პროგრამები, კაი, ცუდი პროგრამები, ცუდია, ეს ვიცით, კაი აურას გძნობთ, ცუდ აურასაც გძნობთ, всё. არის ეხლა მე ნივთი მომწონებია რაღაცა, მაგრამ შევსულ არ სადღაცა მინდა ეს ნივთი ვიყიდო და ამ ნივთზე რა ქვია არ მიმდის გული რა არ მიმდის აი წინად გრძნობა ეს არის ესეც შეკითხვა არის რა წინად გრძნობა სიზმარში ნახა ადამიანმა რაღაცა მეორე დღეს აუხდა ხო სიზმარი სხვა რაღაცა არის სიზმარში ანგელოზები და ვიში სვეტრიესირები ჩვენი სული გვაფრთხილებს რაღაცას რომ აი ესე იქნება ესე იქნება მეც გადამხდენია ესე არ მინდოდა სადღაცა წასვლა რაღაცის გაკეთება მაინც წავედი მაინც ვიძალავე და არ უნდა წავსულიყავი გამაფრთხილეს და არ დაუჯერე ხო აი წინად გრძნობაც ესე არის ან ციფრებს დააკვირდეს ადამიანი ან რაღაცას დააკვირდეს ხო აი ციფრებზეც იძახიან გამოცნობა უნდა იცოდეს ადამიანმა ორი არის შეფერხება არის ერთიანი კაი ნიშანი არის სამიანი ეს ნუმეროლოგიაში სწავლობენ ამ ციფრებს და ასტროლოგიაში ეხლა მე ამის ახსნას არ დავიწყებ ციფრების გამოცნობაც უნდა იცოდეს ადამიანმა რომ ის მიხვდეს კაი ის არის კაი დღეა მაგალითად თუ ცუდი დღეა ჩემთვის ხო აი ასტროლოგია დღეს თქვენი დღე არ არის ეს ციფრა კოსმოსურად ასტრალურად იმაშვებიან ხო ციფრულად რაღაცებს აწყობენ ხო ნუმეროლოგიას ეძახიან ამას არის კიდე წინად გრძნობა რომ არ მომეწონა ეს ნივთი არ ვიყიდე ეს ნივთი всё გამოვედი იმ მაღაზიიდან არ მომეწონა არ ვიყიდე ბევრი რაღაცები რაც არ მომწონს ხოლმე მაგალითად ადამიანი არ მომწონს არ ველაპარაკები მომწონს ველაპარაკები მე ადამიანებს არ ვარჩევ არც წონით არც ფორმით არც ბებერი არც გამხდარი არც ლამაზი არც დამლაგებელია არც მენაგვი არაფრით არ ვარჩევ ადამიანს ასე ვთქვათ ზიზღიანი და წუნი არა ვარ მე მაგრამ არის ადამიანების კატეგორია რო არ მომწონს არ ველაპარაკები всё იმათაც არ მოწონვა არ მელაპარაკებიან მორჩა გათავდა რა პრობლემა არის всё ნივთი არ მომეწონა არ ვიყიდი არ უნდა დააძალოს ადამიანმა თავს რომ ეს ნივთი ვიყიდო კი ეხლა ვიყიდიდი იმნიც წამოვიღებდი სახში და რაღაცას ჩაუტარებდი რეპეტიციას მარილი სოდა წყალი სანთელი რაღაცა გავწმინდავდი მაგრამ არ მინდა იმიტომ რომ ბევრ ნიძზე გადადის კარმები ბევრ ნიძზე გადადის ასე ვთქვათ პერეკლატკები, პატკლატკები, ფულიდანაც გადადის, ხელიდანაც გადადის სხვისი აურა. ამიტომ სახში რომ მიდის ადამიანი, ხელები კარგად უნდა დაიბანოს მარილიანი წყლით, ხელები მაინც. თუ მთლიან ტანს ვერ დაიბანს მარილიანი წყლით, მე მაგალითად მთლიან ტანს ვიბან ხოლმე მარილიანი წყლით. ხო, ეხლა ამაზე პასუხი გავეცი, წინად გრძნობა და ნუმეროლოგია და ლოცვა უნდა ილოცოს ადამიანმა ასტრალებში ჩვენი ლოცვები ესმით კეთილსულებს და კეთილმასულებმა რომ დაეხმარონ ადამიანს და ხელი მოუმართონ ადამიანმა რაღაცა უნდა სთხოვოს ჩემო სულო მადლობა კეთილო ანგელოზებო მადლობა აქაურო კეთილო ანგელოზებო მადლობა ციურო კეთილო ანგელოზებო მადლობა ასტრალო კეთილო კოსმიურო კეთილო ანგელოზებო მადლობა გამიმართეთ ხელი მაშორეთ ავადობა უფულობა უბედურება და ასე შემდეგ ხო, ანუ через ნივთებით ზრო никак не заходит. Всё зло обнуляется. Через ურთიერთობების ზრო никак не заходит. Всё зло обнуляется. Так, да, запрещаем всех. ქუჩაში რო ვართ მით უმეტეს 1000 ხალხი გადის, გამოდის, შედის, მიდის, მოდის. ნეგატიურად სკანიროვანია, კაპიროვანია, ნეგატიურ პაჟილანიებას, გლაზაობას, მლაზაობას запрещаю всех და ასე ვთქვათ, შევეცადოთ რომ გავაკეთოთ ჩვენს გარშემო რაღაცა რადუჟნი ბიოველი ბიოპოლი, რადუჟნი სფეროები, რადუჟნი პათოგები, რადუჟნი ურთიერთობები კი არა და რადუჟნი რაღაცა ზაშიტები, რასაც ეძახიან მეკრაბა და დიკაიდერი და
წარმოიდგინოთ რაღაცა რადუჟნი ენერგიები ჩვენს გარშემო, რომ ასე ვთქვათ, რადუჟნი ენერგიების და სასიკეთო სათვროების ენერგიების ეშინიათ ბოროტ სულებს და ჟიგაიუტს ან ცეცხლის პატუკები წარმოიდგინოთ ჩვენ გარშემო, რომ დაიწვან, დაიშალონ, ასე ვთქვათ, ენერგო ვამპირები. ხო, так, ხო, ეხლა მე კიდე მეოთხე შეკითხვა იყო, როგორ ხედავენ ასტრალებშიო და იმებს, როგორ ხედავენ ეს ბლოკებსაო და ავსულებსაო და ასტრალებში როგორ ხედავენ ბლოკებსა და როგორ ხედავენ ავსულებსა და ჯადოებს, როგორ ხედავენ და შავი ენერგიებია ესენი. შავი ან ნაცრისფერი ენერგიებია. და ტელეპათები ტრეწიგლაზით წარმოსახვის უნარით, შეგრძნების უნარით, რეჩევოი აპარატის უნარით, გლაზის უნარით, რასაც ეძახიან, ასე ვთქვათ, რა ქვია, სკანერი, ხო, სკანერის უნარით ან რაღაცა მიკრო-მაკრო სკანერ კომპიუტერის უნარით ან რაღაცა ხედავენ ენერგიებს, კანალებს, შავი კანალია თუ ნაცრისფერი კანალია თუ რაღაცა და ასე ვთქვათ წარმოსახვის უნარით ცდილობენ რომ მერე მოუხმობენ ანგელებს არხანგელებს და სწხოვენ ანგელებს არხანგელებს რომ არხანგელებო მოგვაშორეთ ეს ლავრია, ჯადოა, მადოა, ბლოკია, მოლკია, ცეპია, მეპია, ჩიპია, მიპია, რაც არის მომაშორეთ, ეს არის ყველაფერი ჩორნი, ჩუჟეროდნი, რაც ჩემი არ არის, სიბოროტე, ავადობა, სამაბლოკები, სამაგლაზები, სამათარსები, ეს არის შავი ენერგიები, ლავრები, რაღაცეები, ეშმაკები, შავი ენერგიებია, დისტრუქციული პროგრამებით, დამანგრეველი პროგრამებია ესა, რომ ადამიანს, ასე ვთქვათ, ანგრევენ, ხო, დამანგრეველი პროგრამები და ასე ვთქვათ, იმაშვრებიან ანგელები, არხანგელები, მერე ცდილობენ ეს ადამიანის ენერგიები, ჩაკრული სისტემები, რა ქვია, ბიოსისტემური სისტემები, დნკ-ური სისტემები, ცოტა მოაწესრიგონ დისტრუქციული პროგრამებისა და ბლოკების, სამაბლოკებისაგან და სული, ასე ვთქვათ, ცოტა, ასე ვთქვათ, ფანტომურად მაინც გაწმინდონ. ხო, ეხლა გარეთ რო არის ტრიგერები, გალაგრამები და პარტალები და რა ქვია, სიხშირეები, ნეგატიური სიხშირეები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? არც ერთი მაღაზია, არც ერთი რა ქვია, იშვიათად ადამიანები, რომ თავიანთ ბიოპოლს წმენ დავდნენ, ასუფთავებდნენ, ან მარილით. კი, ეხლა დამლაგებლები ყავთ, მაგრამ უნდა მაშინ იმ დამლაგებლებმა უნდა თქვან, რომ ანგელებო, არხანგელებო, მოგვაშორეთ უბედურება, ავადობა, ის დამლაგებლები პროსტა წმინდავენ იქაურობას, თორე ავიძალებისა და ავივამპირებისაგან არ წმინდავენ, რა ქვია, რა ვიცი, ყველამ უნდა სთხოვოს ღმერთს, რომ ღმერთო მომაშორე ბლოკები, სამაბლოკები, თარსები, ნეკროტიკა, ავადობა და ასე შემდეგ. ეს ავადობა არის შავი ენერგიები, არის შავი რკინები, არის შავი იგლები, არის შავი რაღაცა ჯადო-მადოური რაღაცები, რასაც ასე ვთქვათ ხედავენ ტელეპათები ტრეწიგლაზით ასტრალებში და ასე ვთქვათ ცდილობენ რომ მოაშორონ ადამიანს, ხო. ამაზე მე მგონი ყველაფერზე გავეცი პასუხი და ორ შეკითხვაზე კიდე პასუხს არ გავცემ, იმიტომ რომ
ყველაფერზე გავეცი პასუხი და კიდე ორი შეკითხვა იყო, მაგრამ ორ შეკითხვაზე პასუხს არ გავცე. პირაჩი მომწერე და პირაჩი მომწერეს, ხო, მაგრამ პირაჩი გაგცემთ პასუხს უფრო სწორად, ხო, პირაჩი რომ მომწერეთ, პირაჩი გაგცემთ პასუხს იმ ორ შეკითხვაზე. ეგ შეკითხვები აქ სალაპარაკო არ არის. ხო, ეხლა მაგრამ ამაზეც გავცემ მაინც პასუხს. ყველას უნდა რომ კარგად იყოს, ხო? იმ ბოროტსაც უნდა რომ კარგად იყოს და მაგარი ბიჭი იყოს, იმ ანგელოსაც უნდა რომ კარგად იყოს და მაგარი ბიჭი იყოს, ხო? ეხლა ყურეთ ბოროტს რისი მით უნდა რომ მაგარი ბიჭი იყოს. ბლატაობა, უვიცობა, რა ქვია, ბესპრიზელობა, რა ვიცი, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ხო? კეთილ ანგელოს რითი უნდა რომ მაგარი იყოს, გაგება, ურთიერთობა, სიხარული, სიყვარული, რადუგები, პატივისცემა და ასე შემდეგ, ხო? ანუ არ ჩაგრავს კეთილი ბიჭი ბევრად არავის და ცუდი ბიჭი კიდე ყველას ჩაგრავს, ხო? ანუ ცემს წეპავს მე უნდა დამემორჩილო, ხო? ეხლა ყველას უნდა რომ კარგად იყოს, მაგრამ რითი მიდის ადამიანი ამ სასიკეთო ბედნიერების ნიუანსამდე, აი ეს არის ზუსტად კარმა. სიკეთის გზით მიდის ადამიანი თავის ბედნიერებისაკენ, ეს კარმა არ არის, ეს არის ბედნიერება და მაღალ ვიბრაციებზე ასვლა. სიბოროტი, ძალადობით, ტყუილებით, აფერისტობით მიდის ადამიანი თავის მიზნებისაკენ, სწრაფებისაკენ, ხო? და იმას უნდა დავამარცხო, ეს უნდა იმას აქვნა, ეს უნდა იმას, ეს არის უკვე კარმა. ანუ მძიმე ენერგიებში ადამიანი და თავის თავსაც იმძიმებს, სხვებსაც ამძიმებს, სხვებსაც რაღაცა, ასე ვთქვათ, არ აქვს სუფთა ურთიერთობა ადამიანთან. სუფთა ურთიერთობა რას ნიშნავს, რომ მე ვარ ეს, შენ ხარ ეს, მე ვარ აქ, შენ ხარ მანდ. მე ვაკეთებ ამ საქმეს, შენ აკეთებ ამ საქმეს. მე მაგალითად ვიყავი მძიმე ენერგიებში და არც მე ვარ რა ქვია, მე შევწოდე ბევრი რაღაცეები და ვცდილობ ეხლა ეს მძიმე ენერგიები და წოდები და სამანავიძონიე წოდები და სამანავიძონიე პრაკლატიები გამოვასწორო და ვპატიობ ჩემ თავს და ვთხოვ ღმერთს რომ უფალო მაპატიე, შევწოდე ეს მძიმე ენერგიები, კარმების გამოსწორებას მე ვცდილობ ეხლა. აღარა არის თავზე, ბევრი მყავს ეხლა, მაგალითად მეც ბევრი მყავს მოსაკლავი და მეც ბევრი მყავს საცემი, მაგრამ მე ჩემ თავს ავცემ პატივს, ჩემ სულს ავცემ პატივს და ეს საქმე მიმინდია ვიშიე სვეტრიესირებისათვის, всё. მე აღარ მინდა, ასე ვთქვათ, ჩავდგე ცოდვაში და კარმაში და ვცდილობ რომ ასე ვთქვათ, ცოტა ნორმალური ურთიერთობებით, დისტანციური ურთიერთობები, დისტანციური რაღაცა გრანიცების დაცვით, ურთიერთ გრანიცების დაცვით, რომ ზიანი არ მივაყენო სხვას, ასე ვიცხოვ, რომ არც არავისთვის არ მიმიყენებია ზიანი, იქით მომაყენეს ზიანი, თორე მე არავისთვის ღმერთმა დავიფაროს, ვინმესთვის ზიანი მიმიყენებინოს. როდესმე არასდროს. ეს ახსენი ეხლა. კარგად ცხოვრება რომ გინდა და წინსვლა ვიყოთ, კარგად ცხოვრება ყველას უნდა. ცუდ კაცსაც, კაი კაცსაც, ცუდ კაცსაც, კაი კაცსაც. კარგად ცხოვრება ყველას უნდა. მთავარი ადამიანმა იცოდეს როგორ მივიდეს თავისი კეთილი მიზნებისაკენ. და ყოველთვის უნდა სთხოვოს ღმერთს, რომ მადლობა ღმერთს, დღეს არა მაქვს, ხვალ უკეთესად ვიქნები. აი ესე დღეს მაგალითად ვერ შევძელი რაღაცა გამოცდების ჩაბარება, ხვალ უკეთესად ჩავაბარებ, მერე უკეთესად ჩავაბარებ და ასე შემდეგ. მერე კიდე იყო მეორე შეკითხვა, რომ ხო, კაი, იმ ბოლო შეკითხვაზე პირადში გიპასუხებთ, всё. ასე რომ ეს რა ქვია, ხო, ესე იგი ხატებზე იყო ის ბოლო შეკითხვა და ამ ხატებზეც გიპასუხებთ. მე ვთქვი რომ ხატები
ხატები კი ეხლა ბევრი იყენებს ეკლესიაში ნაკეთებ ხატებს, მაგრამ ხატები თუ თქვენ თვითონ დახატავთ ანგელოზებს, იესო ქრისტეს, წმინდანებს, ეს უფრო მადლია, რომ იმ თქვენს ხატს, თქვენს სურათს არავინ არ შეეხოს. ხო? და თუ ეხლა ნაყიდია, მაშინ რა ვიცი ეხლა მე მაგალითად ჩემით დახატული ხატები მაქვს, ანგელოზების ხატები, იესოს ხატი და მე ჩემით დადეკაიდერები, მეკრაბები, ჩაკრების სურათები, რადავედრევას სურათები, მანდალები, მე ჩემი დახატული მაქვს და ჩემ დახატულებს ვიყენებ. მე არ ვიყენებ ეკლესიიდან გამოტანილებს, არ ვიცი. მე ესე მწამს და ესე ვიცი, რომ იმ შენს ხატს, შენს იმას არავინ არ უნდა შეეხოს, არ ვიცი, მე სხვის რიტუალებს არ მჯერა, მე სხვის რიტუალების კი არაფერი არ არის, ხატი მოიტან სახში და იტყვი, რომ ეს ხატი გაიწმინდოს, მოშორდეს ამ ხატს ნეგატივები, დისტრუქციული კონსტრუქციები, რაღაცა და ამ ხატმა იფუნქციონიროს ჩემთვის ვაბლაგა, მაგრამ მე მირჩევნია, რომ ჩემით დავხატო ჩემი ხატი და ჩემით დავხატო ჩემი ანგელოზები და ჩემით დავხატო ჩემი მეკრაბები. მე ასე მირჩევნია. მე მგონი ამაზე სწორი პასუხი გავეცი, იმიტომ რომ მე ესე მჯერა ეხლა ეკლესიის უმადური არა ვარ, ეკლესია თავის ფუნქციას ასრულებს და ცდილობს ადამიანები გამოასწოროს როგორღაც, ხო, მაგრამ არ ვიცი, მე ადამიანმა უნდა დახატოს, თუ სწამს ადამიანს რაღაცის, ხო, თავისი ხელით უნდა დახატოს ის ნახატი და დადო სადმე ლამაზად და აუნთოს იმას სანთელი ანგელოზის ხატია, თუ იესო ქრისტეს ხატია, თუ წმინდანების ხატია, თუ წმინდა სულის ხატია, აუნთოს იმას ლამაზად სანთელი. всё. იქ ჯვარი არ არის საჭირო, ეხლა ჯვარზე მე ვილაპარაკე, რომ ჯვარი ცოტა სხვა რაღაცა არის და მე რა ქვია, ჯვარზე ხალხს რო აკრავდნენ და აწამებდნენ და რაღაცა და ჩვეულებრივი ჯვარი არაფერი, მაგრამ ჯვარზე გაკრული იესო ქრისტე მე ვიცი რომ არ შეიძლება და ცოდვა არის. ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს დახატვას არავის არ ურჩევ. ნუ არ ურჩევ და всё. და იესო ქრისტე არის სული, საზნანია, იესო ქრისტე არის სული, მარადიული სული, საზნანია, ეს იესო ქრისტე იყო იმის მაგვარი, ამის მაგვარი, იმის მაგვარი, რაც ხატია იქ, მაგრამ ეს არის დიდებული ღვთიური ენერგია. და ჯვარზე გაკრული იესო ქრისტე, ეს არის დაბლოკილი ღვთიური ენერგია. ეს არის, მე ვიცი რომ ეს არის ცოდვა და მე არა მაქვს საერთოდ ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს არც ერთი ხატი. არა მაქვს, არ მინდა, არ შეიძლება. სხვამ შესწოდა, მე სხვის ცოდვებზე პასუხს არ ვაგებ. სხვამ ჯვარზე გააკრა იესო ქრისტე და მე იმ ხატს სახში არ დავიდებ. ეს შესწოდეს ადამიანებმა და მე ამ მათი, ასე ვთქვათ, მოციქული არა ვარ. всё. არც ეშმაკის მოციქული ვარ და არც რაღაც ბევრი რიტუალებისაც არ ამჯერა უკვე და ბევრი რიტუალების მოციქულიც არა ვარ. რა ვიცი, მე როგორც მწამს, ესე მწამს. მე ვცდილობ ზიანი არ მივაყენოს სხვა, სანთლები ამანთო, ვილოცო, მოვინანიო, მადლობა უთხრა სამყაროს და ეს არის ჩემთვის მთავარი. და მე მართლა არ ამწამს რა ბევრი რაღაცეების. და რასაც ხედავენ ეხლა ტელეპათები თავიანთი ტრეციკლადიც, ეს სიმართლეა. ეს ტყუილი არ არის, მთელი YouTube-ის ავსი არის რეგრესოლოგების ტელეპათებით და შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ, აკრიფოთ და მოусმინოთ იმათ გადაცემებს და მშვენივრად ლაპარაკობენ ყველაფერზე აბსოლუტურად. სულიერ სამყაროზე, ასტრალურ სამყაროზე, კოსმოს სამყაროზე,
ცივილიზაციურ სამყაროზე, გაიაზე, აი ეს 4 სტიხია, ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა, აი ამ ყველაფერს კარგად ხსნიან და ყველაფერზე კარგად ლაპარაკობენ. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ისწავლოთ. მე ბევრ დროს ვერ დავთმობ, იმიტომ რომ ბევრი დრო არ მაქვს და ჩემი დრო, ასე ვთქვათ, ჩემთვის უნდა გამოვიზოგო და ჩემი გაკვეთილები კიდე უფასოდ ვერავის ვერაფერს ვერ ვასწავლი. ჩემი გაკვეთილები ფასიანია. ხო, ეს ზვუკაკოდებზე იყო კიდე რაღაცა ლაპარაკი და ზვუკაკოდებიც სიმართლეა, დელფინების კოდებით სიმართლეა, ზღვის სიხშირეების კოდებით სიმართლეა და გარაევას ზვუკაკოდების, რა ქვია, გარაევას ზვუკაკოდების, რა ქვია, სამკურნალო მეთოდებით სიმართლეა. ეს მე თვითონ გამოვწადე ჩემ თავზე და ასე ვთქვათ, ხანდახან მძინავს, ხან დელფინების ზვუკაკოდებს უსმენ, ხან გარაევას ზვუკაკოდებს უსმენ, ხან კალაკონის ზვუკაკოდებს უსმენ. პირველი კალაკონის ზვუკაკოდები ჰაერს, ბიოპოლს, ატმოსფეროს, ასე ვთქვათ, არეგულირებს, აწმენდავს დისტრუქციული ნეგატიური ინფოპაკეტებისაგან. აი ეს არის სიმართლე.